ძვირფასო მაყურებლებო, ეს არის გადაცემა ნეომედი ეკა სუხიშვილთან ერთად. ჩვენ ვახორციელებდით პროექტს, ეს იყო ნეოლაბი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რომელიც ნეოტივის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ეს იყო ფსიქოლოგების ჩართულობა სკოლებში, 10 საპილოტე სკოლა იყო აღებული, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც მშობლები, ასევე ბავშვები და მასწავლებლები. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ტრენინგები, შესწავლილი იქნა პრობლემები, ურთიერთობები და ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხები წამოიჭრა, რომელიც საკმაოდ აქტუალური იყო. ეხლა უკვე დაიწყო ამ პროექტის მეორე ეტაპი და ეს არის უკვე სტატისტიკა, ყველაფერი იმისი, რაც დაუშვათ პირველი ეტაპის დროს იქნა შესწავლილი და გაკეთებული. თუ როგორ წარიმართა ტრენინგები, რა პრობლემები წარმოიშვა ამ შეხვედრების დროს, დღევანდელი ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი ელზა პანკრატოვა. ელზა, მოგესალმები. მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ ხართ ჩვენ გადაცემაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ პროექტში იყავით ესე აქტიურად ჩართული. მადლობა. პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა სხვადასხვა საკითხები და ერთი ესეთი საკითხი იყო ემოციები. ემოციები მასწავლებლების, მშობლების და ბავშვების. ძირითადად ამ ემოციებზეა აგებული ყველა ის პრობლემა, რაც შემდგომში იჩენს თავს ურთიერთობებში და მოდით დღეს ვისაუბროთ მშობლების ემოციებზე, მშობლების განცდებზე და საერთოდ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი იმისთვის, რომ გაიმარტივოს თვითონაც ცხოვრება, გარდატეხის ასაკი შვილები ვისაც ყავს და შვილებსაც შეუმსუბუქონ ისეთი გარემო, რომ მათი ურთიერთობები არ იყოს დაძაბული. საინტერესოა ზოგადად ემოციები თვითონ. ბევრი მსჯელობის შედეგად ფსიქოლოგები შეჯერდნენ, რომ გვაქვს ბაზისური ემოციები, ეს გახლავთ შიში, ბრაზი, სევდა, ზიზღი, გაკვირვება და სიხარული. აქედან გამომდინარე, თითოეულ ემოციას აქვს თავისი წარმოქმნის საფუძველი, ბუნებრივია და ეს ემოციები, როდესაც გააზრებულად არ გვაქვს, საიდან მოდის ემოცია დავუშვათ. ჩვენ ხომ მთლიანობაში ვართ მოაზროვნე ადამიანები და არა მხოლოდ აზრები, ემოციები და სხეულებრივი შეგრძნებები. ხო, ეს პატარა ფორმულა გვაქვს ჩვენ, აზრები იწვევენ ემოციებს, ემოციები იწვევს სხეულებრივ შეგრძნებებს. და პირიქით შეიძლება სხეულებრივი განცდები იყოს ჩვენი კოგნიციების საფუძველი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ საკუთარ ემოციებს. აი, როდესაც ვეკითხებით, რას გრძნობ ახლა, რა ემოციას განიცდე ახლა, პასუხობენ, რას ვფიქრობ. იმდენად ეს უნარი რაღაცნაირად მიმალული გვაქვს და დათრგუნული გვაქვს საკუთარ თავში, რომ ვბრაზობ თუ მიხარია, თითქოს რაღაცნაირად მიჭირს ამის განცალკევება. და ბრაზს განვიხილავთ მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ხოლმე, თუმცა ბრაზი შეიძლება იყოს პოზიტიურ კონტექსტშიც განხილული, რამდენადაც ბრაზმა შეიძლება მოგვცეს იმპულსი გარკვეული გამკლავებისთვის და ეს იყოს იმ პრობლემის გადალახვის მიზეზი, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციაში შეიძლება რომ წარმოიშვას. თუ არ არის სევდა, ვერ გვექნება სიხარული, ბუნებრივია და ამას ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე თითქოს ადამიანები უარვყოთ, ესეც სადღაც მივჩქმალოთ და ყოველთვის შევეცადოთ ვიყოთ მხიარული. თუმცა ის ემოცია, რომელსაც ვცდილობთ უარვყოთ საკუთარ თავში, ტრანსფორმირებული სახით შესაძლოა შემდეგ უკვე ნეგატიურად აისახოს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს აზროვნებაზე, ჩვენი ცხოვრების წესზე ზოგადად. ანუ მუდმივად მხიარულ სიტუაციაში ყოფნაც გარკვეული პრობლემაა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანს თავისი კულტურალური თავისებურებიდან გამომდინარე აქვს თავისი გამოხატვის ფორმები ემოციის. ჩვენ გვაქვს სუპერეგო, რომელსაც თავისი გრძელი ჩამონათვალი აქვს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება და ეს ბუნებრივია. რამდენადაც სოციალური არსებები ვართ და გარკვეულ სოციუმში არის ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ და ჩვენი ეს სუპერეგო ყოველთვის მიგვითითებს ამისკენ, როგორი ემოცია, რომელი ემოცია როგორ შეიძლება გამოვხატოთ და როგორ შეიძლება არ გამოვხატოთ. რით განსხვავდება ბავშვის სიხარულის გამოხატვა
ზრდასრული სიხარულის გამოხატვისგან. ბავშვი დახტის რაღაცნაირად ისეთი თავისუფალია და ჩვენ როცა გვიხარია, უნდა ჩარჩოში მოვაქციოთ ეს ჩვენი სიხარული რაღაცნაირად. და აუცილებლად აისახება ნებისმიერ ემოციას სხეულზე, თქო, ყოველთვის ვამბობთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვილჰელმ რაიხი სხეულზე ორიენტირებული მიდგომებით სწორედაც რომ ის ამბობს 7 სეგმენტი გვაქვს ჩვენ კუნთური ჯავშნის, ეს გახლავთ თვალი, პირი, კისერი, გულმკერდი, დიაფრაგმა, მუცელი, მენჯები და ფეხები. ხო? და რაღაცნაირად ისე მოვიცვამთ ხოლმე ამ ჯავშანს, რომ ორგანული ხდება და შემდეგ გვავიწყდება, რომ მოვადუნოთ ჩვენი ჯავშანი და იმდენად გვავიწროვებს, რომ ვერც კი ხვდებით მე რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან. ამიტომ ყოველთვის საჭიროა mindfulness მიდგომებში ყოველთვის ამბობენ, რომ აქ და ამჟამად ყოფნა არის მნიშვნელოვანი. აი ეხლა რას ვგრძნობ, ეხლა რას განვიცდი. და თუ ამ ემოციებისა და განცდების ამოცნობა შეგვიძლია, ბევრად უფრო ადვილია ვმართოთ. ის ემოციები, როდესაც ემოციური დისრეგულაცია, ვთქვათ, იქნება შფოთვა თუ ნეგატიურ კონტექსტში განხილული ბრაზი, აგრესია და სხვა და სხვა. ამის რეგულირება შეიძლება მოვახდინოთ სხვადასხვა ტექნიკებით, ბუნებრივია, უბრალოდ მათ უნდა ვიცნობდეთ. რას უნდა მოვუარო, ამას უნდა ვიცნობდე. საზოგადოება ახდენს თუ არა გავლენას იმაში, აი თქვენ ამბობდით შეჭილობას, რომ ჩვენ აი რაღაცა სიხარულს, ასე თუ ითქვა განსხვავებით ბავშვებისგან, არ გამოვხატავთ ჩარჩოებში ვაქცევთ. არის თუ ახდენს თუ არა საზოგადოება გავლენას იმაზე, რომ ზუსტად საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო ჩვენ თითქოს გვერიდება გამოვხატოთ ის სიხარული, რაც ძალიან გვაბედნიერებს, ან ის სტრესი, რაც ტკივილს გვაყენებს, ანუ ემოციის გამოხატულების უნარი ხომ არ დავკარგეთ დღევანდელ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ბუნებრივია გარემო აისახება თვითონ პიროვნებაზე და პიროვნებაც ასრულებს იმ დაკვეთას, რაც მოდის საზოგადოების გარკვეული სეგმენტიდან. სწორედ ამიტომ აღნიშნეთ, რომ ამ სიხარულის თუ სხვა ემოციების გამოხატვა რაღაცნაირად შიგნით უფრო მიმართულია, ვიდრე გარეთ. და ძალიან აი ბოლო პერიოდში განვითარებული საფეხბურთო ნებათა ღელვამ ძალიან კარგად დაგვანახა, როგორია ის სიხარული, რომელიც ჩვენს კოგნიციებსაც კი აჯანსაღებს, ჩვენს აზროვნებას აჯანსაღებს, ხო? ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვაკავშიროთ გამუდმებით სხეული და ემოციები და ფიქრები ჩვენი. ერთ მთლიანობაში უნდა ერთ კონტინუუმში უნდა ვიყოთ და არა განცალკევებული. აი ხშირად გვაქვს ხოლმე, როდესაც ტრამვული მოვლენა ხდება ადამიანის ცხოვრებაში, მისი ფიქრები და სხეული თითქოს აბსოლუტურად სხვადასხვა ერთმანეთისგან განცალკევებულია. თავი სხვა და სხეული სხვა, ანუ დისოცირებულია რაღაცნაირად, იმიტომ რომ მისი ფიქრები შეიძლება იყოს იქ წარსულში და მისი სხეული იყოს აქ, მაგრამ არსებობდეს და არ ფუნქციონირებდეს. ფუნქციონირებდეს, ოღონდ ენერგეტიკა აკლდეს ამ ფუნქციონირებას. და თუ არ ვაკავშირეთ, მუდმივად ზოგჯერ მუშაობა გვჭირდება ზემოდან ქვემოთ, კოგნიციებიდან სხეულისკენ და პირიქით სხეულიდან ქვემოდან ზემოთ, კოგნიციებისკენ. და როდესაც ვამთლიანებთ ყველაფერს, აი მაშინ შეგვიძლია უკვე ვიყოთ ფუნქციური, ვიყოთ გადაწყვეტილების მიმღები. ემოციას ხომ ფუნქცია აქვს ის, რომ აისახება ჩვენს გადაწყვეტილების მიღებაზე, აისახება ჩვენს ქცევაზე, აისახება სხვადასხვა კუთხით დანახულ მოვლენების, თუნდაც განხილვის დროს. ამიტომ ვამბობთ და ხშირად გვჭირდება ჩვენ ფსიქოგანათლების სახით ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რა არის ემოციები, რანაირად შეიძლება ამოიცნო შენი ემოცია და რამდენად მნიშვნელოვანია ამოიცნო ემოცია და როგორ ვმართოთ ემოციები. ემოციას ვერ მართავ, თუ მას არ იცნობ. თუ ახლა რას ვგრძნობ, რას განვიცდი, არ ვიცი, ამის მართვა გამიჭირდება, იმიტომ რომ არ ვიცნობ ახლა რას ვგრძნობ. ის განცდა ჩემთვის უცხოა. და რამდენადაც საკუთარ თავთან აი გვაქვს ხოლმე ასეთი, როდესაც გვირჩევენ, შევყოვნდეთ
და ვიგრძნოთ, თუნდაც როგორ დავდივართ, თუნდაც როგორ ვსუნთქავთ. აი შიშის დროს, დიდი სიხარულის დროს თითქოს სუნთქვა შემეკრა ვამბობთ, ხო? თითქოს სიცოცხლის უნარი დავკარგე. და ღრმა სუნთქვა განაპირობებს აი ამ სიცოცხლის უნარიანობის აღდგენას ერთის მხრივ. გვაქვს ესეთი გრაუნდინგის ტექნიკები, დამიწების ტექნიკები, რაც გულისხმობს იმას, რომ აი აქ ვარ ახლა, ვარსებობ, ვარ აი ის გაშეშებული, რომ გავშეშდი, ხო, რომ გავშეშდი, ეს მაინც ამოვიცნო და ტრამვას აქვს ესეთი მექანიზმი, ძირითადად სამი, ესეთი გაშეშება, გაყინვა, შეწინააღმდეგება და განრიდება. ჯანსაღია უფრო შეწინააღმდეგება, თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა ამოვიცნოთ ჩვენი თუნდაც ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომ მერე დავამუშაოთ ემოციებისა და კოგნიციების დონეს. ერთი ესეთი ძალიან ფაქტიურად ყველა უჩივის ამ მომენტს, ამ სოციალურმა ქსელმა ძალიან ბევრი აგრესია და ემოციური ფონი წარმოშვა. მე მაგალითად ვაკვირდები ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივ შემთხვევაში ძალიან ჩვეულებრივად ქუჩაში ურთიერთობებში ნორმალურ ურთიერთობებში არიან, მაგრამ სოციალურ ქსელში გარკვეულწილად აგრესია აქვთ. აი სხვათა შორის იაპონელებს ჰქონდათ ესეთი კარგი წესი, რომ ქარხნის მეპატრონის ფიტული წლების წინ საუკუნის 20 საუკუნის დასაწყისში ეზოში იდგა და გამოსული მისი დაქირავებული თანამშრომელი თუ რაღაც ისეთი აგრესია ჰქონდა, გაბრაზებული იყო, ამ ფიტულს ეჩხუბებოდა, ან რაღაცა ემოციას ხარჯავდა და მე უკვე რეალური შეხვედრის შემთხვევაში მისი ემოცია იყო დაწყნარებული. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ადამიანები ამ დაუშვათ სოციალურ ქსელში მთელ მის ემოციას უშვებენ გარეთ, მაგრამ ეს გარკვეულწილად მოქმედებს სხვა ადამიანებზე, მოქმედებს საერთო განწყობაზე, რაღაც უფრო ისეთი განწყობა გიჩნდება, რომ აი ძალიან მძიმე ფონია ემოციურად. რამდენად დაუშვათ სასურველია, რომ ადამიანმა გამოსცეს ეს თავისი ემოცია, დაუშვათ არ ჰქონდეს თავშეკავების უნარი, ან თუ თავშეკავების უნარი გააჩნია მას, რამდენად ეს მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. ეს პრაქტიკა, როდესაც აგრესიას გამოხატავს თუნდაც დარტყმით, სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად განისაზღვრება, სხვადასხვანაირად აისახება. ბუნებრივია ჩვენი ემოციები აუცილებლად უნდა გამოვხატოთ. ბრაზის შესახებ, შეტყობინება ბრაზის შესახებ და ბრაზი სხვადასხვა რამეა. მე გატყობინებ ბრაზის შესახებ აი ამ მესიჯით, მაგალითად არ მომწონს, როდესაც, აი ეს ნივთი აქ დევს. ჩემს მე შეტყობინებას ვიძლევი. მეორე მხარე ბუნებრივია ორი მხარეა, ხო, როდესაც კონფლიქტურ სიტუაციებზე ვლაპარაკობთ, კონფლიქტში ორი მხარეა და მეტნაკლებობა არის მათი წილის ამ კონფლიქტში. კონსტრუქციული კომუნიკაცია რას გულისხმობს? ის რომ მე უნდა ვთქვა აუცილებლად ჩემი სათქმელი, გამოვხატო ჩემი ემოცია, თუმცა მოზომილ ტონსა და შინაარსში უნდა გავაკეთო ეს. სოციალურ ქსელში ასეთ გამოხატულ აგრესიას რაც შეეხება, ძალიან ადვილია, როდესაც მონიტორი არ გეპასუხება შენი ემოციის საპასუხოდ და ამის ხარჯვაში გეხმარება. რამდენად კონსტრუქციულია და რამდენად გამართლებულია ეს ცალკე სადავო სამსჯელო საკითხია, თუმცა როდესაც ორი ადამიანი ურთიერთობს, ძალიან მნიშვნელოვანია მე შეტყობინებებით, მარტივი კომუნიკაციის ტექნიკებს, რასაც ვეძახით, მე შეტყობინებებით ვისაუბროთ. თითქოს უფრო თავისუფალი ხარ, უფრო შიშის მომენტიც მოხსნილი გაქვს და შეგიძლია ყველაფერი. ხო, ეს მაშინ, როდესაც მონიტორთან ხარ, ხო, ამას გულისხმობთ, კი ბატონო. იმიტომ რომ ის მოლოდინი არ მაქვს როგორ პასუხს დამიბრუნებს ის ადამიანი, ანუ იხარჯება მთლიანად მისი დაგროვილი აგრესია. აგრესიის დაგროვების მიზეზიც ხომ სხვადასხვა რამ არის ის, რომ თუნდაც ბავშვობაში ოდესღაც არ გაითვალისწინეს მისი აზრი, თუნდაც ის, რომ ვერ ახერხებს რეალიზებას. ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს განსაზღვრელი, რატო ეს ადამიანი ისეთი როგორიც არის, რატო ბრაზდება. თუმცა ყოველთვის
გაგებისთვის მზად არ ვართ ადამიანები და ვერ მოვთხოვთ ყველას სპეციფიურ განათლებას იმისთვის, რომ სხვისი აგრესია გაიგო და მიხვდე, რატო იქცევა ასე. თუმცა ურთიერთობაში მნიშვნელოვანი განსაზღვრელი გახლავთ ის, რომ მე ჩემი ემოციების შესახებ აუცილებლად გაცნობო, მე ახლა ვბრაზდები. ან მე ახლა მიხარია, არის კატეგორია, რომელსაც პოზიტიური ემოციების გამოხატვისაც კი რცხვენია. და ნახეთ, სირცხვილი და დანაშაულის განცდა ერთმანეს ფიზიოლოგიურად ძალიან გავს. აი თითქოს იყინები რაღაცა, ისეთი ხარ, აწურული ხარ და ვერ გამოხატავ იმას, რაც გინდა, რომ თქვა, თუნდაც ვიღაცას კომპლიმენტი უთხრა, ამის გამოხატვასაც ვერ ახერხებ და მე ბრაზდები საკუთარ თავსა და საკუთარ უმწეობაზე. უმწეობის განცდა, უსუსურობის განცდა, რომელიც ფესვებს ბავშვობიდან იღებს ხოლმე. უფროსები არ ვყალიბდებით ისეთებად, როგორიც უცებ გავიზარდი და ესეთი გავხდი. ბავშვობაში მიღებული ტრავმები, იარები შეიძლება ძალიან კეთილგანწყობილ გარემოში იზრდებოდეს ბავშვი, თუმცა კონდეს თავისი პატარა იარები შერჩენილი, რომელზეც უნდა ილაპარაკოს, უნდა გამოხატოს და უნდა მოусმინონ აუცილებლად. ესეთ ქართულ მენტალობაში კულტურალური გვაქვს ჩვენ ბიჭები არ უნდა ტიროდნენ. გოგო ხო არ ხარ, რა გატირებს? ტირიან ბიჭები, როცა სტკივათ. და ამის გამოხატვაში უნდა მიეხმარო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის სუსტია. სხვათა შორის ეს ვიცით, რომ ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ მაინც ინსტინქტურად მოგდის ეგ რომ გოგო ხო მაგ რა გატირებს, აბა გაჩერდი, ნუ ეს ხო, ანუ აი ნახე უბლოკავთ წეღან, რაზეც ვილაპარაკეთ, ეს კუნთური ჯავშანი, მე წარმოიდგინეთ, აი რაღაცის თქმა მინდა და აი ეს სადღაც აქ ვაჩერებ, ხო? შიგნით მიდის მე ეს კუნთის დონეზე და მე ვერც კი ვხვდებით, შეიძლება სომატურ პრობლემაშიც გადაიზარდოს დაუშვათ ეს ფსიქიკური პროცესები თუ არ გადამუშავდა. ეხლა ძალიან საინტერესო სხვათა შორის ამ ტრენინგებზე ძალიან საინტერესო საკითხები წამოიჭრა. ჩვენს უგვაქვს ხოლმე იმის შედარება, რომ აი მე რო პატარა ვიყავი, დედა ჩემი შემომხედავდა უკვე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა, მაგას როგორ გავბედავდი და ნუ ესეთი რაღაცეები. შედარებას რო ვაკეთებთ, ეხლა პირიქით არის, მე მგონი რაღაცნაირად ანგარიში უნდა გაუწიოთ შვილებს, იმიტომ რომ ემოციურები არიან, გარდატეხის ასაკი აქვთ, რამე ისეთი სახიფათო სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ ამ ემოციების გამო. აი რაღაცნაირად მგონია რომ ვერ ვაბალანსებთ ამ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ დავიჭიროთ, რამდენად სწორია, რომ ჩვენ ყველაფერი აბსოლუტურად დავთმოთ, ან რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ემოციები შევინარჩუნოთ და იყოს მშვიდი. ის ზუსტად გარდატეხის ასაკში მყოფი შვილები, ან თუნდაც პატარა ასაკში, ხა ჩვენ ვისაუბრეთ, გქონდა გადაცემები სკოლამდელი აღზის პერიოდის ემოციებზე, სკოლაში შესვლის ემოციებზე, დაწყებით კლასებში მყოფი ბავშვების ემოციებზე, ანუ ყველა ასაკს თავისი ემოციები აქვს. აი, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ აი ეს ოქროს შუალედი დაიცვას გარდატეხის ასაკის მყოფ შვილსა და აი ამ მშობელს შორის. რომ რაღაცა ხშირად არის ხოლმე ეს ჩატეხილობა და რაღაცნაირად კედელი აღიმართება მშობელს და შვილს შორის, აი ზუსტად მაგ პერიოდში. რაც მე ნახეთ, ჩვენი სქემები გვაქვს, რაც ჩვენში ჩადეს ჩვენმა მშობლებმა. და ამ სქემების გადაწყობა მარტივი არ გახლავთ, თუ ყოველდღიურ საკუთარ თავთან მუშაობის პროცესში არ ხარ. და ჩვენ შიშებს ვაპროეცირებთ შვილებზე. ესეთი ტრავმის ტრანსგენერაციული გადაცემა, ესეთი ტერმინი გვაქვს, როდესაც იმ თაობამ განიცადა ტრავმა, იქვე ვერ მოინელა და შემდეგ გადაეცემა ეს ტრავმებს. გადაეცემა ვირუსი არ არის, ხო, ეს ტრავმა, მაგალითად არსებობს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ტრავმა, ჰორიზონტალური ოჯახის წევრებს შორის და ვერტიკალური თაობების შორის. როდესაც არის ოჯახში რაღაცა საიდუმლო, რაღაცნაირად არაცნობიერად გრძნობს ბავშვი, რომ რაღაცა ისე
ვერ არის. რაღაცა უმალავენ თუნდაც. მაგრამ რასაც თქვენ გულისხმობთ ახლა დავუშვათ როგორ შეიძლება ვმართო გარდატეხის ასაკში ჩემი შვილი. ერთი რომ თაობათა შორის კონფლიქტი ყოველთვის იყო. ის რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს და მისაღები იყოს ორი თაობა ერთმანეთისთვის, ისევ და ისევ შიგნით მუშაობა საკუთარ თავთან საჭირო, იმიტომ რომ ჩვენი შიშები არ ვაპროეციროთ მუდამ ბავშვზე. ჩვენ თუ ძაღლის გვეშინია მაგალითად, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ბავშვსაც ძაღლმა უნდა უკბინოს და მასაც უნდა ეშინოდეს, მაგრამ აი ამ შფოთვით გადაგვაქვს ეს შიში მარსზე შედარებისთვის, რომ ვთქვათ, მარტივი არ გახლავთ ბუნებრივია, ყველას მოგდის ის შეცდომები, რომელსაც ვუშვებთ ხოლმე, თუმცა მთავარია, რომ ამ შეცდომის გაცნობიერება მოვახერხოთ. გაცნობიერება, mindfulness-ში ზუსტად ამას გვეუბნებიან, რომ სულ უნდა ვაცნობიეროთ. სულ უნდა ვაცნობიეროთ ჩვენი ემოციებიც, განცდებიც, ფიქრებიც, ზოგჯერ ავტოპილოტზე ჩავირთოთ, გამოვრთოთ ყველაფერი და უბრალოდ ვიყოთ. უბრალოდ დავაკვირდე, როგორი ფოთო, როგორ ჭიკჭიკებს აქმის სამი არხი გვაქვს ჩვენ, ხო? ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური. უკეთესია დავინახო კარგი რამეები, ლამაზი რამეები, უკეთესია მოვისმინო კარგი რამეები, სასიამოვნო და უკეთესია განვიცადო ეს, ხო? მივიღო დადებითი ემოცია. მივიღო დადებითი და რამდენადაც მე დადებითს ვიღებთ, იმდენად დადებითის გაცემა შეგვიძლია. თორემ მოზარდებს რომ პროტესტები აქვთ და ოპოზიციური განწყობები აქვთ და მათთვის დამახასიათებელია, თითქმის ბუნებრივია ეს მათთვის, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ ხელმიშვებული აღზრდის სტილში ავტორიტეტული და ავტორიტარული უფრო ხშირად 4 სტილიდან გამომდინარე, ეს ორი უფრო ისეთი არის ხოლმე. ავტორიტეტულს ნაკლებად გამოგვდის ავტორიტეტული და ავტორიტარული თითი უნდა ვუქნიოთ თუ შეეშალა ესე არ უნდა მოქცეულიყო. ანუ გაგებას საჭიროებს ბავშვი ჩვენგან და თუ ჩვენ არ გვესმის რამ გამოიწვია ეს ჩემი ემოცია? კარგი, ეს დაუშვათ ქცევა ქონდა, მას რაღაცა ქცევა განახორციელა. გამოიწვია ჩემი ემოცია. გადავდივართ შეტევაზე, საპასუხო შეტევაზე, ხო? მისი ემოციის ასარკვას ვახდენთ. არა ის, რომ ჩავრეცხოთ მისი ემოცია. ცოტა ხანს ვაცალოთ და მე უკვე ზრდასრულის პოზიციიდან ვისაუბროთ. თვითონ გადაამუშაოს და ნახეთ, როდესაც ემოცია მოდის, რაციონალური განსჯის უნარი უკან იხევს, ბუნებრივია, ხო? ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ 10-მდე დაითვალე, 10-მდე ვიღაცა შეიძლება 100-მდე დათვალა მუშველოს და 10-მდე არა. უბრალოდ შეყოვნებას გვირჩევენ, ჩაიაროს ამ ემოციამ და მე ზრდასრულის პოზიციიდან დაველაპარაკოთ. არა ის, რომ შენ პატარა ხარ და შენ რა იცი. ამით იმის ფიქსაციას ვუკეთებთ, რომ ის მუდმივად პატარა იყოს და არ გაიზარდოს. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის დიდები ვიქნებით და თანაბარ ურთიერთობაში ვერ ვართ ბავშვებთან და ისინი ძალიან ფაქიზად აღიქვამენ ამას. თანასწორუფლებიანობა არის გამოსავალი ერთგვარი. სხვათა შორის სულ მინდა ხოლმე დავსვა ეს კითხვა ფსიქოლოგებთან. იმდენად თქვენ მუშაობთ ძალიან მრავალ მხრივ და მრავალი პრობლემების მქონე ადამიანებთან, რომ აი იმდენად ინარჩუნებთ ამ ემოციებს ფსიქოლოგები ზოგადად, რომ აისახება თუ არა თქვენზე ამდენი ნეგატივის მიღება, უარყოფითი ინფორმაციის მიღება და როგორ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ფსიქოლოგებმა როგორ მართავთ თქვენ ემოციას, იმიტომ რომ ყველა ვისაც ვიცნობ არის ძალიან მშვიდი, ძალიან ისეთი გაწონასწორებული, ძალიან სხვანაირი, ზესხვანაირი, ზოგჯერ მგონია ღრუბლებშიც კი დაფრინავენ. აი ახლა მოდი ძალიან კარგი შეკითხვაა და მადლობა, იმიტომ რომ მითი არსებობს ესეთი ფსიქოლოგი არის, რა ვიცი, ციდან ჩამოფრენილი ვიღაცა, ისეთი რომელსაც შეუძლია ყველა უნდა იყოს და ხო, გადამრჩენი უნდა იყოს და აი ნახეთ გადამრჩენსა და მხსნელს შორის არის განსხვავება. გადამრჩენს არა უჭირს, მაგრამ აი მხსნელის პოზიციას როლს როცა გაკისრებენ, მხსნელი რას ნიშნავს? მხსნელი ადვილად შეიძლება გახდეს მსხვერპლი. ეს კარპანის სამკუთხედი გვაქვს, სადაც არის აგრესორი, მსხვერპლი და მხსნელი.
მხსნელი ცდილობს დაეხმაროს მსხვერპლს, გამოიყვანოს მსხვერპლის პოზიციიდან. მსხვერპლმა შესაძლოა მსხვერპლისთვის არ იყოს საკმარისი ის დახმარება, რომელიც გაწია მხსნელმა და მხსნელი ხდება მისი მხრიდან აგრესიის ობიექტი. რაღაცა ისე ვერ გააკეთა, რაღაცა ისე ვერ უთხრა, რაღაცა ისე ვერ დაეხმარა. პირდაპირ ვერ უთხრა, სხვათა შორის მე მქონდა ეგეთი შემთხვევები შესწრებული ვარ. ყოფილა რომ ელაპარაკება ფსიქოლოგი მშობელს უბრალოდ ისეთი ჯვარედინი ურთიერთობებით, იმიტომ რომ მშობელს პირდაპირ თქმაც ცოტა ისეთი სენსიტიური თემა რამე პრობლემაზე და ვერ გაუგია მშობელს რატომღაც მისი გაანალიზება არ ხდება რასაც ეუბნება. მშობელი ითხოვს რომ კონკრეტულად პირდაპირ უთხრა და მე ყოფილა ისე რომ გაანალიზების გარეშე შემოbrunებულა და აქეთ დაუბრალებია ფსიქოლოგისთვის რატო არ მითხრა. იმიტომ არ უთხრა რომ პირდაპირ ვერ უთხრა, თუმცა მინიშნებებით აგრძნობინა რომ ის რაღაც თავისი შვილის მიმართ სხვანაირი ყურადღება მიექცია, ისე რომ ფსიქოლოგების როლში მართლა ხართ ძალიან ფაქიზეა ჩვენი სამუშაო. თითოეული სიტყვა არის ისეთი დასაფიქრებელი და ძალიან რთული. ნახეთ, ისევ პროექციაზე თუ ვისაუბრებთ, პროექცია გახლავთ ერთ-ერთი ძლიერი დაცვითი მექანიზმი. ის რაც ჩემშია, შესაძლოა ჩემთვისვე იმდენად მიუღებელი იყოს, რომ მირჩევნია შენში დავინახო. კი. ამის პროექტს ან მოგაძერ. ამიტომ ჩემი ვთქვათ ნაფიქრი, ჩემი პრობლემა შესაძლოა ისე დავინახო იმ სხვა ადამიანში, რომ გააზრება ფიქრი ხო ენერგიას მოითხოვს და ენერგიას დრო ჭირდება და შეიძლება ისეთი რაღაცა აღმოვაჩინოთ ამ ფიქრის დროს, რომელმაც გვატკინოს და ჩვენი ის სახე, რომელიც არ მოგწონს დავინახოთ და ფსიქოლოგი ამას ცდილობს. ფსიქოლოგი არ ცდილობს ყოველთვის თავზე ხელი გადაგისვას. ეს სამუშაო პროცესისთვის არ გახლავთ რელევანტური. ამიტომ რომ ნიშნებებს გაძლევს რაღაც გზასკი მუშაობთ, ნახეთ ორმხრივი ჩართულობა, თანამშრომლობა ქვია ფსიქოლოგის და იმ ადამიანის ურთიერთობას, რომელთანაც გვიწევს გააჩნია რა პრობლემით შემოდის ხო ადამიანი. და არსებობს ესეთი კიდევ ტრანსფერი, გადატანა. მისი ეს დაგროვილი შეიძლება ვინმეზე აგრესია მუშაობის პროცესში შეიძლება სპეციალისტზე გადმოვიდეს. ეს თერაპიული პროცესია და ფსიქოლოგმა იცის, რომ კონტრტრანსფერს უნდა გაუმკლავდეს, მაგრამ ეს პროცესი მუდმივად არის და მე მის მიერ გაგებული ვთქვათ სესიაზე ნამსჯელი შესაძლოა სხვანაირად გადაითარგმნოს და გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როდესაც გარკვეულ ტექნიკებს ვიყენებთ და ამ ტექნიკებს მე არგებენ ვიღაცა სხვას. აბსოლუტურად დაუშვებელი. ანუ ის ადამიანი, რომელთანაც გამოიყენეს, მერე ცდილობს, რომ გამოიყენოს სხვაზე. დაუშვებელია, იმიტომ რომ ფსიქოლოგი ხედავს, როდის უნდა გამოიყენოს ეს ტექნიკა, როდის უნდა მოარგოს და ინდივიდუალურად ბუნებრივია. და ეს არ ნიშნავს, რომ უცებ ესეთი ტექნიკები ისწავლო და გაშალო ხელი და მერე სხვებს ურჩიო. არაეთიკურია. ძალიან საინტერესოა ეს ემოციები, საკმაოდ ვრცელი თემა. ვფიქრობ, რომ არ ვიცი, დაუსრულებლად შეიძლება უამრავი кейსი არსებობს და დაუსრულებლად შეიძლება ვილაპარაკოთ ემოციებზე. ასაკის მიხედვით, სქესის მიხედვით, ტერიტორიების მიხედვით, ისე რომ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ემოციებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ დღეს ძალიან სჭირდებათ ინფორმაცია ჩვენ მოსახლეობას. ინფორმაცია ემოციების შესახებ, ემოციების ეტაპების, სახეების, მდგომარეობის შესახებ და მისი მართვის შესახებ. მე ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენ სტუდიაში მობრძანებისთვის. მე კიდე შევახსენებ ჩვენ მაყურებელს, რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქოლოგი ელზა პანკრატოვა. მე ვარ ეკა სოხიშვილი, გადაცემა ნეომედი. ეს კიდე
იყო პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც ხორციელდება ნეოტივის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. გემშვიდობებით, გვიყურეთ მომავალ შეხვედრამდე.